მოგესალმებით. წინა კვირაში კი გადავიღე ვიდეო, მაგრამ ვერ დავამონტაჟე. რაღაცები არ მომწონს და სავარაუდოდ იმ ვიდეოს ვერ ავტვირთ. ამიტომ დღევანდელი ვიდეო ნახოთ როგორი გამო. დღეს მაქვს ფუშის დღე, კერდი, შუა მხარი და ტრიცეპსი. ფუშს მაინც და მაინც მძიმედ ვეღარ ვაწვევ, იმიტომ რომ ცოტა ხარის სახსარი ლავიწაკრომიანის შესახება. ცოტა დისკომფორტი მაქვს ხოლმე. ამიტომ ნახოთ, ჯერჯერობით მსუბუქად აწვევი ფუშის დღეს. განგაშლასაც მსუბუქად და რაღაც სავარჯიშებს ვერ ვაკეთებ კარგად და ნახოთ, როგორ წავა. ერთი გასახურებელი წადი გავაკეთე, მორგებადი, ის კამი ავწიე და ასე შემდეგ. ეხლა მეორე გასახურებელი მინდა, მესამე, მეოთხე და შევხერს. და ამ გასახურებელ სეტებზე ვაკეთებ ზედმეტად ცოტა რაოდენობას. წეღარ გავაკეთე რამდენი? 8 პირველზე, ეხლა გავაკეთებ 3 და 5-მდე, მერე თითოებს გავაკეთებ და ის სიავყვები ზემოთ, რომ კუნთი მინიმალურად დაიღალოს, რომ ძალები შემოვჩეს სამუშაო სეტისთვის, იმიტომ რომ სამუშაო სეტზე ერთი გამეორებით მეტი გაკეთებას რომ შემეძლოს, იმიტომ რომ გასახურებელზე ცოტას ვაკეთებთ. ანუ ეგაც უკვე რაღაცას ნიშნავს და ეგაც უკვე ჩათვალეთ, რომ ჰიპერტროფიისთვის და კუნთის ზრდისთვის კიდევ ერთი აგური არის ზემოდან დადებული. ნეგატიურ ფაზას მაინც აღარ ვამუშავებ, იმიტომ რომ მე ყო თავის დროზე რაც ვამუშავებ, უბრალოდ ჩემი მიზანი არის, რომ იმიტომ რომ კუნთს არ აზრდის ეს რა. ხო და მე ყოს რაც ვამუშავ. ჩემი თავი მიზანი არის ნეგატიურ ფაზაში რომ ნერად დაუშვა, იმიტომ რომ მოძრაობა არ დამირგვეს და მოძრაობის კონტროლი შევძლო რა. მაგალითად ჰანტელზე ეხლა შენ რო სწრაფად დაუშვა, ბალანსი დაგერღვევა და მოძრაობის კონტროლს ვეღარ შეძლებ და უბრალოდ მოძრაობას ვეღარ შეასრულებ კარგად. სხვა შემთხვევაში ის რომ 3 წამიანი დაშვება, 5 წამიანი დაშვება აღარ ვაკეთებ. მაინც და მაინც პაუზებსაც აღარ ვაკეთებ გაწერილ ფაზაში. ხო, კიდე რა, გასახურებელ წონაში ვინაიდან ცოტა გამეორებას ვაკეთებ 3-1 მინიმალურად ვისვენებ, დაახლოებით 1 წუთი. აი უკვე სამუშაო სეტამდე რომ მივდივარ, მერე გასახურებლიდან სამუშაომდე შეიძლება 3 წუთი დავისვენო. და ერთ სამუშაო სეტი და ეგა.
წონავე დავაყენე ის როგორც მინდოდა და ამიტომ ძალიან ბევრი გამეორება გამომივიდა. აუხ პირველ ვარჯიშზე ტრენაჟორზე სამწუხაროდ არ გამომივიდა, წონები კარგად გამიზარდა. შესაბამისად, რაც შეუძლია იმით ვაკეთე შედარებით მაღალ გამეორებაში, მაგრამ არ ავშვის. ეხლა მეორე ვარჯიში ჰანტელი მაქვს, 30-ს გავაკეთებ 1-2 ჯერ ავწე და მე უკვე სამუშაო სეტი 40. იდეაში 50 კილოს ფარგლებში არის ჩემთვის სამუშაო სეტები, მაგრამ 40-ზე ჰანტელები არ არის ამ დარბაზში, ამიტომ მიწეს რომ აქაც 40 კილოთი ვაკეთო და ვაკეთე შედარებით მაღალ გამეორებაში. აუ, ზოგადად კომერციული დარბაზები მაინც და მაინც არ არის ისე შექმნილი, რომ გაზრდილი საშუალებას პროგრესული ზრდის საშუალებას რომ გაზრდის რა. რომ მკითხოთ, რომელი უფრო რთულია, კუნთის ზრდა თუ ცხიმის წვა? ანუ აქამდე რომ გეკითხათ, ალბათ გეტყოდით, რომ თანაბრად მნიშვნელოვანი და თანაბრად რთულია გააჩნია ვისთვის. ანუ ვიღაცა შეიძლება მთელი ცხოვრება ცდილობს რომ წონა დაიკლოს და ვიღაცა მთელი ცხოვრება ცდილობს რომ კუნთი მოიმატოს. მაგრამ წონის კლება ერთად მარტივ პროცესებთან არის დაკავშირებული, როგორც არის კალორიის წინ, კალორიის აუთან, რამდენს ჭამდა, რამდენს მოიხმართ დღის განმავლობაში, რამდენ კალორიას. მაგრამ რეალურად ესეთი მარტივიც არ არის, ხო? მაგრამ კუნთის ზრდა ბევრად რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული. როგორც საუბარი თუ გექნება კუნთის ზრდა ნატურალურად სტეროიდების გარეშე. იმიტომ რომ კუნთის ზრდა მაგალითად შეუძლია ცხოველებს, ნახე ექნებათ ვიდეოს ხარი თუ ღორი, ანუ როგორი დაკუნთულები არიან, თუ გენეტიკურ ჩარევას არევენ და მიოსტატინი არის ესეთი გენი, ანუ თუ მის დაბლოკვას ახერხებენ. ანუ ისინი არ ვარჯიშობენ, ხო, იმ ღორს არ ავარჯიშებენ და იმ დაკუნთულ ხარს თუ უყურებთ, იმასაც არ ავარჯიშებენ, კუნთი ისე ეზრდებათ. იმიტომ რომ კუნთის ზრდის შემაფერხებელი ეს გენი, ანუ მიოსტატინი, ამას ბლოკავენ და შესაბამისად კუნთის იზრდება. ორი გასახურებელი სეტი აქაც და მე სამუშაოს. ეხლა მეორე გასახურებელზე შედარებით ნაკლებ გამეორებას გავაკეთე. ხო, კიდე ანუ ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის კვება, რომ ანუ კვებას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კუნთის ზრდაში ვიდრე ვარჯიშს. და რეალურად ესე არა. ვარჯიშისთვის, ანუ ვარჯიში ბევრად მეც ნიშნავს ვიდრე კვება. ჩემს მაგალითზე ვთქვათ, უნივერსიტეტის პერიოდში, როდესაც გადარბენაზე ვიყავი და როდესაც დილის 10-დან დაახლოებით
5 საათამდე მიგრძელდებოდა ხოლმე ლექციები, კვებას ვერ ვახერხებდი წესრიგად ჭამას. ლობიანებზე ვიყავი, ამბარის ლობიანებზე ვიყავი და ან ლობიანების ჭამით ვახერხებდი იმას, რომ კუნთური მასა მქონდა კარგად და ზრდიდი კუნთურ მასას. იმიტომ რომ კარგად ვარჯიშობდი რა. ხო და მაშინ 1 გრამი კილოგრამზე არც გამომივიდა და ცილა. შესაბამისად, რომ ვთქვათ, რომ ანუ კვება მნიშვნელოვანია უფრო მეტად ვიდრე ვარჯიში კუნთის ზრდაში არ იქნება სწორი. იმიტომ რომ ვიღაცა კარგად რო იკვებებოდეს 2 გრამ ცილას რო ჭამდეს კილოგრამზე და სუდად რომ ვარჯიშობდეს, ანუ კუნთის ცილის სინთეზის სტიმულირებას არ ახდენდა საკმარისად ვარჯიშით, ანუ ის კუნთს ვერ მოიმატებს ფიზიკურად და იმის მიღებული ცილები ცოტა მოხმარდება კუნთის ზრდას და უფრო მეტი მოხმარდება უფრო ენერგიას რა, ენერგია დაიხარჯება. იმიტომ რომ ვიცით რომ ცილას აქვს უნარი, ორგანიზმს აქვს უნარი, ცილა გარდაქმნას ნახშირწყლება და გლიკოგენად და ისე გამოიყენოს და არ გამოიყენოს სამშენებლოდ. იმიტომ რომ ამის საჭიროება თუ არ არის რა, ამ შემთხვევაში. ამიტომ ვარჯიში კუნთის ზრდაში ძალიან ბევრს ნიშნავს. რასაც ვერ ვიტყვით წონის კლებაზე, ცხიმისვაზე, იმიტომ რომ ცხიმისვაზე პირიქით, ანუ კვება ძალიან ბევრს ნიშნავს. რა შენ თუ კალორიულ დეფიციტში არ იყავი, მაშინ ჩათვალე წონას ვერ დაიკეთებ. ოღონდ კალორიული დეფიციტი არ ზოგს გონია რომ მხოლოდ კვებით ხდება, ანუ კალორიული დეფიციტი კვებას პლუს ფიზიკური აქტივობა, ანუ თუ შენ მაგალითად საკვებიდან 250 კალორია მოაკელი შენს საჭიროებას, ანუ და კალორიული დეფიციტში ისე მოხდი და პლუს კარდიოები დაამატე, სადაც 250 კალორია სწავ, ანუ ჩათვალე რომ შენ ჯამში 500 კალორია დეფიციტში ხარ და არა 250 კალორია დეფიციტში. ამიტომ ესაც გასათვალისწინებელია. კიდე დასვენების და აღდგენის მნიშვნელოვნებასაც დიდი ყურადღებას არ აქცევენ და რეალურად ეს არის, იმიტომ ვარჯიში თავის მხრივ არის კატაბოლური პროცესი, ანუ დაშლის პროცესი რა და ჩვენ კიდე გვჭირდება პირიქით, ანუ ანაბოლური პროცესები, იმის რომ კუნთი გაიზარდოს, ანუ კუნთი ვარჯიშის პროცესში კი არ იზრდება, კუნთი იზრდება დასვენების პროცესში. შესაბამისად, რამდენად კარგი დასვენება და აღდგენა გაქვს, მაგას კუნთის ზრდისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ ჩემ შემთხვევაში მაგალითად ყოველდღიურად სახში რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე რა, ანუ კარგი დასვენება არ გამომდის, უშინაც და ძილი კიდე, ანუ ძილის დასვენება არის, დასვენების ყველაზე აქტიური ფაზა არის ჩათვალე ძილი. ამიტომ ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზოგადად დასვენებას და აღდგენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად გუშინ დავიზინე შედარებით გვიან, პირველზე 2-ზე, დღეს შედარებით ადრე 8-ზე გავიღუძე და ჩემთვის არ არის ეს საკმარისი ძილა, დაახლოებით 8-9 საათი მძინავს ხოლმე ნორმაში. ანუ ესაც ინდივიდუალურია რა. ხო და შესაბამისად ეხლა შეიძლება სამუშაო წონა ისე არ წამევიდეს, როგორც წინაზე და როგორც მე მინდა. შეიძლება პროგრესი ეხლა ვერ განვიცადო მაგის გამო, რომ არასაკმარისი აღდგენა და არასაკმარისი დასვენება მქონდა. ამიტომ ეგაც გასათვალისწინებელია თქვენს ამ ვარჯიშის რუტინაში რა. კვება, დასვენება, ვარჯიში. ანუ ეს სამიდან დამიშვა. ჯერჯერობით კერძი ამოღებული მაქვს. კერძის მოძრაობა, იმიტომ რომ ლავიწაკრობიანი მაგ შემთხვევაში დისკომფორტს ვცნობ ძალიან რა ლავიწაკრობიანს. ამიტომ სანამ კარგად არ გამივლის, სანამ ანთებითი პროცესი კარგად არ ჩაცხრება, მანამდე ღერს შევეშვი. არა და 150 მინუტა რომ დამებეჭო.
კერდი მოვჭი ახლა შუა მხარზე გადმოვალ ერთი ტრენაჟორზე ერთი ჰანტერით და ეგა ტრენაჟორზე ვაკეთებ, ანუ ხელს არ ავკიდებ და ანუ აქედან ვაწევდი რა ისე რომ წინა მხარი არ ჩაერთოს ამ კუნთის ზრდისთვის ვარჯიშის მნიშვნელოვნებაზე რომ საუბრობთ რომ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვება, ანუ მანდ ესეთი რაღაცის თქმა შემიძლია, რომ მაგალითად მე ძალიან ცუდი კვებით რომ შევძელი კულტური მასის ზრდა. ეგ გამოწეული არის იქიდან, რომ ჩემს ორგანიზმს ქონდა უნარი და გამოუმუშავდა უნარი, რომ მინიმალური რაოდენობის ცილით, მათ შორის პირველ რიგში შეუცვლელი ცილების, შეუცვლელი ამინომჟავების ათვისება შეეძლო მაგალითად 100-დან 100-ს, ხო? და ანუ ის ენერგია საერთოდ არ იყენებდა და მხოლოდ სამშენებლოს მასალისთვის იყენებდა კუნთის შენებისთვის, კუნთის ცილის შენებისთვის. ხო და მაშინ როდესაც ვიღაცა 2 გრამს თუ ჭამდა და არასაკმარისად თუ ვარჯიშობდა 2 გრამს კილოგრამზე, ანუ მისი მიღებული ცილები ჯერ ეს ერთი რომ სულ შეიძლება არც ითვისებდა ორგანიზმი, მაგრამ რასაც ითვისებდა, იყენებდა 100 გრამს, 80 გრამს მხოლოდ შენებისთვის და დანარჩენს ენერგიისთვის უკვე რა. გლიკონეოგენეზი მიმდინარეობდა. ანუ გლუკოზის სხვა სტრუქტურებიდან, სხვა ნივთიერებებიდან გლუკოზის წარმოქმნის პროცესი. შუა დელტის ვარჯიშზე მოვისმინე ესეთი რაღაცა, რომ წარმოიდგინე 8 წევრა ჰანტერს თუნდაც ან ამას მნიშვნელობა არ აქვს. განა იმაზე იფიქრო, უბრალოდ დაწიო და ზემოთ რო აწიო განა მაგაზე იფიქრე რომ გვერდზე გაგაქ რა. მაგ შემთხვევაში გვერდზე რო გაგაქ და მაგას რო ფიქრობ, ტრაპეციები არ ერთვება და ის რომ შენ წარმოიდგინე რომ აი ჰანტელები რიჟბი ავწიო, მაგ შემთხვევაში უკვე ტრაპეცია ერთვება. იმიტომ რომ ბეჭი ზემოთ არის. ხო და ეგეთ რაღაცებს მნიშვნელობა აქვს რა. კიდე მაგალითად კერდის ვარჯიშის დროს, კერდი რო ზემოთ უნდა წამოწიო, ანუ წარმოიდგინე რომ ბურთი უნდა მიიღო მკერდით რა. ხო წამოწევ წინ ძა, ან ეგეთ ჰიპოზა უნდა მიიღო ამ კერდის ვარჯიშის დროს. კიდე ფეხზეც ახლა ხან მოვისმინე, ფეხის პოზიციაზე ჟიმის კეთების დროს, სტოლჭიმის კეთების დროს. ანუ სტოლჭიმზე ზოგადად სამჭიძე რა, რო ჩაგეთვალოს ზონა, ერთი რო ფეხი არ უნდა აგეწიოს იატაკიდან, ქუსლით თავიდან მთლიანად უნდა გედგას. მეორე რო ტრაკი არ უნდა აგეწიოს ბენჩიდან და თავიც არ უნდა აგეწიოს. ნუ კიდე სხვა წესები აქვს, მაგრამ ესენი რა, თავი არ უნდა აწიო, ტრაკი არ უნდა აწიო და ფეხი არ უნდა აწიო. და მე მეწევდა ხოლმე ტრაკი რა, იმიტომ რომ მიწოლის დროს ფეხიდან დრაივი რო წამოვიდეს და ფეხს რო ძალა მისცე რა. ტრაკი გეწევა. ხო და წარმოიდგინე ესეთი რაღაცაო, რომ extensions აკეთებ ფეხით, ანუ extensions რო აკეთებ ფეხს ხო ეს ეწევ. ხო და ბენჩის დროს მოწამოვიდგინე extensions აკეთებ და არა ზემოთ აქცევს, არამედ უკან გაქცევს რა და დრაივიც გექნება, მაგრამ ტრაკი არ აგეწევა ჰაერში რა და ანუ ეგეთი რაღაცები მაგრად მუშაობს. და მაგიტო ვამბობ ხოლმე მეც რომ კი ჰიპერტროფიისთვის კარგი არის
დაბალი გამეორებები და მაღალი ინტენსივობა, სადაც შენი მაქსიმუმის 70-დან 90%-მდე ამუშავებ, მაგრამ ჯანმრთელობა, სახსრები ჯანმრთელობა უნდა გიწყებდეს ხელს. და ანუ იდეალური ადამიანისთვის აი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია როგორც აღწერს ჯანმრთელ ადამიანს, ანუ ეგეთი ადამიანისთვის ოკეია, რომ დაბალ გამეორებებში იმუშაო რა, 4-დან 8 გამეორებაში იმუშაო მაღალი ინტენსივობით, მაგრამ ყოველდღიურობაში ანუ შანსი არა რომ ვიღაცას რაღაცა პატარა ტრავმა მაინც არ აქვს და იმ სახსარზე რომელზეც ტრავმა გაქვს, მაგალითად ფეხზე, ანუ ვერ იზავ ფიზიკურად მაღალი ინტენსივობით და ამ დაბალ გამეორებას რა, ამიტომ ეგეთ დროს თან განსაკუთრებით უღანთებით ფაზაში არის, ანთებით პროცესი არის დაწყებული რა. მაგალითად ეხლა სანამ ხარზე ანთება მაქვს და სანამ პატარა დისკომფორტი რაღაცა მაქვს, მანამდე მაღალ გამეორებებში გავაკეთებ დაბალ ინტენსივობით და 50%, 60% და როგორც კი ეს ანთებითი პროცესი ჩაგწრება, ანუ მე უკვე გადავალ ინტენსივობას მოუმატებ. ამიტომ ეს კონტექსტი გასათვალისწინებელია რა. იმიტომ რომ ყოველთვის იდეალური გარემო არ გვაქვს შექმნილი, არ გვაქვს იდეალური დასვენება, ვერ ვისვენებთ ისე როგორც გვჭირდება ხოლმე ზოგჯერ ვერ გვძინავს ისე როგორც გვჭირდება ხოლმე, ვერ ვჭამთ, იმიტომ რომ ჩაგდებები გვაქვს და ვარჯიშზე შესაბამისად მაგის მიხედვით ლაგდება მე. ტრიცეპსის პირველი ვარჯი დიფები მინდა, ანუ ორნაირი ტრენაჟორი გვაქვს რა. ერთი პანატასი არის და ზურგი არ არის დაფიქსირებული და იქ იდეაში კერძე უფრო წავა რა. და მეორე არის ეს თავისი წონები აქვს, იმაზე ის ჰამერი არის და ანუ ისინი უკეთდება, ბლინები უკეთდება და ამას თავისი წონები აქვს და ამის ის მოწონს რომ საზურგი ხო აქვს და საზურგი წინ არის წამოწეული და სულ რო ვავსებ და ის რო ვაკეთებ მოძრაობას, ანუ კარგად მიდის რა. თან ეს მუხლის დამჭერებელი შები კაი მორგებადია და შესაბამისად შემიძლია რომ კარგად მჭიდროდ გავიჭედო ხოლმე ტრენაჟერში. რო ზედმეტი მოძრაობები არ ვქთ. ამის გარდა მეორე იქნება crossover-ზე და ეგ იქნება. ტრიცეპსის მეორე ვარჯი იქნება crossover-ზე. სადაც ვიყენებ bench-ს. ვიყენებ ამ ღერს, ოდნავ მოხრილი რო იყოს და ქვემოთ კუთხეებში მიჭირავს ხელი, ნახავთ როგორც ქვემოთ ვიყენებ იმისთვის რომ ეს bench-ი უკან არ გასწრიალდეს, ამ ზურგის ჩამოსაკაჩს ვიყენებ და ფიქსირებული არის კარგად. ეხლა bench-ის გრადუს 1 ზემოთ მაწევა მომიწევს. რომ კაი კუთხე კონდეს. იდეაში მინდა რომ უყურე ეს კაბელი იყოს პარალელური ჩამოკაჩვის დროს, ანუ ამ bench-ის პარალელური მინდა რომ იყოს, იმიტომ რომ დატვირთვა წავიდეს ზუსტად ტრიცეპსზე და არ გადავიდეს მხარზე და ამ bench-ის გამოყენების იდეაც ეგ არის, რომ დატვირთვა წავიდეს მხარზე და არა დატვირთვა წავიდეს ტრიცეპსზე და არა მხარზე. ანუ მაგიტო ვიყენებთ ამბს. და ეგ უპირატესობა აქვს, რომ ტანის დაძაბვა აღარ გიწევს, ძალიან პრესი არ არის ჩართული იმდენად, მხარი მე ჩამოტანის დროს აღარ არის ჩართული იმდენად და იდეაში მიზანი არის ის, რომ სრულად ტრიცეპსი ვარჯიშობდეს, მხოლოდ ტრიცეპსი და კაი იზოლირებული ვარჯიში გამოდის ამით. იდეაში ხურდები კიდე და ესეც გასახურებელიცად იქნება და ერთხელ ჩამოვხაჩავ, ნახავ წონა როგორ იქნება და იმის მიხედვით მოუმატებ მე წონას.
ამას პირველ ვარჯიშად ვაკეთებ ხოლმე და პირველი რადგან დიფები გავაკეთე და კარგად ვავარჯიშე, იქაც კაი სეტი გამომივიდა, მაგით ვაგწონა რაღაც წამოვიდა და ეხლა ვიგრძნენი რომ ეს არა გასახვევებელი არამედ სამუშაო სეტი იყო. ეგ არის. მოვრჩი ვარჯიშს.